ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ისევ გავაგრძელებთ ამ თემას და აი ტელევიზიისა და სტუდენტების ამბავს. და მინდა ერთი რაღაცა შენთანაც გაგიზიარო, ჩემი ასე ვთქვათ, წუხილი, ესე შეიძლება ითქვას. ეხლა რაც გამოვიდა ეს პირველი კავკასკი, რომელიც როგორც ვიცით, რუსეთზე გადის, ევროპაზე და ეს თავისთავად ძალიან კაი რაღაცაა. მაგრამ მე ერთი რაღაცა ვერ გავიგე რა. ბიჭო, როცა უშვებ ამ ჩვენ ქართულ ფილმებს, რაღა მაინც და მაინც ამ დაგლეჯილ, გაუბედურებულ ფილმებს უშვებ, როდესაც იქნებოდა ალბათ ეს რაღაც ბიზნეს გეგმა. შეეტანათ რა ამ დაუცველებს, რომ ფილმი აღვადგინა. მართალი არა ვარ? კი, მართალი ხარ აბსოლუტურად. ეხლა ჩვენ იმდენად მიჩვეულები ვარ და მე დამსირებულად გზნობ ხოლმე ხანდახან თავს, როდესაც იგივე ჩვენი არხით რო გადის ესეთი გაუბედურებული ფილმი. იქ კიდე აჩვენო რა კარგი ტიპები ვართ ქართველები და ამას უჩვენებ რაღაცას, რომელიც არაფერი არ ჩანს. კი, არაფერი არ ჩანს და არაფერი არ ისმის, მართალი ხარ. ხო და არის ეს ეს ფილმი გადიოდა ფანტასტიკური თუში მეცხვარე და იყო რაღაც ყავისფერი ფილმი მთლიანად და ჯობია ამ შემთხვევაში საერთოდ არ გაუშვო. აი ეს პარამე გაუშვი რა. ეთახმებით პლუს კიდე ერთი ეგეთი ისა მაქვს შენიშნო მე ამ არხის მიმართ მე მგონია რომ რადგანაც არის კავკასკი და არის ამაზე პრეტენზია გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოდიოდეს იქიდან. იგივე ვთქვათ ფილმები, იგივე ვთქვათ არის შეგულისხმოთ ჩრდილოეთ კავკასია. დასაგებელია, კი, უფრო მეტად, იმიტომ რომ ეხლა რა გამოდის? გამოდის მარტო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ხო, ამაში მართალია. აი მე ჩემი საზრით უფრო რაღაც დაბალანსება არის საჭირო. იქიდან მე მესმის რომ ეს ძალიან ბევრ რაღაცასთან არის დაკავშირებული ტექნიკურად და ნუ გასაგებია რომ ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ინფორმაციის მოპოვება ხო შესაძლებელია რა. ხო შესაძლებელია იგივე ჩვენი ძალებით გაკეთდეს იმათ კულტურაზე რაღაცა გარკვეული გადაცემები. ხო შესაძლებელი. თავისუფლად. იმიტომ რომ ის რაც არის დღეს ხო მე მგონი არ არის საკმარისი. უბრალოდ არ არის საკმარისი. ჩვენ ეს ხელ გვეწეფებათ როგორ იყვიან ამას რომ ჯერ სახელს დავარქვევთ რაღაცას და მე უკვე ამ სახელს ვერ ვაკეთებ თო ისე როგორც არის საჭირო. ნუ რას ამას როგორმე გამოვასწორებ. ეხლა მაინტერესებს შენ სტუდენტებთან დაკავშირებით შენ მეუნებოდი რომ აი თან რაღაცა სიახლეა შენთან როცა ეს მაგისტრატურასთან დაკავშირებით. აი მაგისტრატურასთან დაკავშირებით ეს სხვა შორის ძალიან თავისთავად ძალიან კარგი და რევოლუციური ესე ვთქვათ გადაწყვეტილება მიიღო თეატრალურმა უნივერსიტეტმა და უკვე მეორე წელია ამ წელს იქნება მეორე ესე ვთქვათ ნაბორი ამ ტელერეჟისურის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც მე ავიყვან. ეს არის 2 წლიანი პროგრამა. ბოდიში ეს სექტემბრიდან იწყება. სექტემბრიდან იწყება, ეს წინასწარ ესე ვთქვათ ანონსირებას ვაკეთებ ამისას, თუ არ ჩამიდგეთ. არა. მე კადროს გარეთ მე გადაგახტევით. კი ბატონო. ხო და მხოლოდ იმით ბოთლით ამ რა. კი ბატონო. ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ ეს არის 2 წლიანი პროგრამა, გაცილებით უფრო სერიოზული, გაცილებით უფრო დატვირთული და პრაქტიკულადაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვთქვათ 4 წლიანი, 5 წლიანი სწავლება რეჟისურის და ამიტომ უბრალოდ ვისაც აქვს დაინტერესება, მოგზავნით და ნახეთ და გაეცანით. ეს ყველაფერი დევს საიტზე. საიტზე დევს. ძალიან კარგი. მოკლედ ტელევიზიაზე ვისაუბრეთ, სტუდენტებზე ვისაუბრეთ. Из фильма გამახსენდა კუშჩეც не хочу, спать тоже не хочу, то пить тоже не хочу. მოდე ახლა ვილაპარაკოთ ჩემ ფილმებზე. მე გეტყვით ერთ რამეს სვენელებს მინდა უთხრა რომ ვისაც არ გინახოთ სანდროს ფილმები, თავისუფლად ახლა გვეძლევა შანსი რომ ნახოთ ის ყველაფერი, თითქმის ყველაფერი. მე მგონი YouTube-ზე. რა გენიალური გამოგონება ეს. რაც კიდე შედი ნახე. ყველაფერი გენიალური ის არის რა, იმიტომ რომ აი პირველად რომ დავჯექი და იქ იმდენი რაღაცა ვნახე, იგივე რაღაცა ფილმების ძველი ფილმები, რაც მე საერთოდ არ მინახია. დოკუმენტური მასალა ბერგმანზე და ასე. ნუ ეს რაც ეხება თქვა ჩვენს პროფესიას, ხო, მაგრამ უამრავი სხვა რაღაცა აბსოლუტურად. ჩემი ბავშვები ხო ზიან და ზიან ამ YouTube-ზე და ნუ რასაკვირველი მაგათ აინტერესებთ ხა მულტიკები და ტრანსფორმერები, სათამაშოები და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ მე საერთოდ მე ზეპირად ვიცი. აი ეს ჩვენ მაინტერესებს. Optimus Prime და ასე შემდეგ ზეპირად ვიცი. ხო და ამიტომ აი ეს მე მინდა გითხრათ რომ ვინმეს თუ გაინტერესებს, შევძანდით აკრიფეთ ალექსანდრ ვახტანგა. სანდრო ვახტანგა, სანდრო ვახტანგა და ის ნახავთ. მე გეტყვით ერთ ამას რომ ახლა სანდროს ფილმებს მე დიდი ხანია თვალყურს ვადანებ და
ის მომწონს მე, რასაც ყოველთვის ვაფასებდი ხოლმე კინორეჟისორებში, რომ სანდრო შეუძლია ვიზუალური ხერხებით გადმოგვცეს თავის სათქმელი და ამისთვის არ ჭირდება აზგვერდიანი ტექსტი, რასაც ჩვენთან არასწორად ძალიან ბევრი მასწავლებელი ასწავლებს სტუდენტებს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ შენ ზოგიერთი კოლეგა ყავს, მე ბაც არ მივცევდი მაგას მოსავლელად, არაფერ სტუდენტებს. და რას ვიზამთ ახლა? ხო და აი ამას ვაფასებ ყოველთვის ახლა კინოს ამერიკელებმა შეარქვეს moving pictures, რაც ნიშნავს მოძრავი სურათები, ანუ მოძრავი ფოტოები. და აი სანდრო შეუძლია ამის თაობაზე ამის შესახებ რა ის იმდენად სრულყოფილად განმოხსეს თავის საქმელი, რომ ერთი სიტყვა შეიძლება არ წამოსდეს. თავარ გმირს, რომელიც თამაშობს მის ფილმებში. ან კიდე საერთოდ შენ ყავს ხოლმე მაგალითად ახლა ვიზეც მინდა ვილაპარაკო ლიანა ისაკაძეზე. შენ რამდენიმე ფილმი მაქვს მის შესახებ გადაღებული, მაგრამ იქ მარტო ლიანა ისაკაძე არ არის თავარი გმირი. ის არის მასი ორკესტრი და თავარი აი მაგალითად მე ნახე ბოდიში სახელი დამოვიწყო, მაგრამ აი სადაც ის მოგზაურობდა რა, რომელ ქვეყნებში შენ რო დაყოლები. აი ეს ქვეყნებიც თავარ გმირებად მოგვევლინენ, იმიტომ რომ გვიჩვენებ აი მის შესახებ. მე მინდა შეეკითხო ერთი რამ. რატომ მაინც და მაინც ლიანა ისაკაძე? რატომ არა ვირსალაძე? ნუ მოდი იცი რატო არა ეს ნახევრად ხუმრობ. ხო, გასაგებია. ნუ არაერთხელ მითქვია რომ ლიანა იყო და არის ჩვენი ოჯახის ძალიან დიდი მეგობარი, ჩემი მშობლების მეგობარი იყო და მე სულ პატარა ბიჭი ვიყავი 16-17 წლის პირველ თუ მეორე კურსზე, როდესაც დავიწყე ძალიან სისტემატიურად რეპეტიციებზე სიარული. და მაშინაც რაღაცებს ვიღებდი, იცი, ჩემთვის ფოტოებს, რა ჩანახატებს პატარას და ეს იყო საოცრად საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ როდესაც გაქვს საქმე ეგეთ დიდ ხელოვანთან, ნებისმიერი სიტყვა, ჟესტი, ურთიერთობა მუსიკოს, ეს არ არის მარტო მუსიკა. ეს არის ფილოსოფია ცხოვრების, ეს არის დამოკიდებულება საქმის მიმართ, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ასე შემდეგ. ეს იყო საოცარი სკოლა ჩემთვის. მე აი ესე ვიტყოდი რა, სად მუსიკა და სად მე, მაგრამ საოცარი სკოლა იყო და აი ეს ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში და მართალი გითხრა, არაერთი ფილმი მე ხთაწილად ბედნიერება რომ გადამეღო არაერთი ფილმი ქალბატონ ლიანაზე. არა, სხვა შორის ეს ფილმები ხშირად გადის ხოლმე, ყოველ შემთხვევაში გადიოდა ჩვენ ეკრანებზე. და ეხლა მითხარი, რამე გააქვს ახლა გეგმაში? რამდენი წელი არ გადაგია ფილმი? მეორე. ეხლა სამაგოთ ვარსიმაშვილი იგავს ფილმებს. ხო. ნუ ავტოს აქვს თავისი პუბლიკა. თქვა მეც უყურებ დიდი სიამოვნებით გასაგრძელებით ეს ინდოეთში რო ხდებოდა რაღაც ამბები. ხო, ვიცი მაშინ. ლამას ქალებთან ტროსიკებში და ასე შემდეგ. ხო, ნუ ამას აქვს თავისი აუდიტორია თავისი და უნდა იყოს კიდევაც, რატომაც არა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, რაც ეხება ჩემ ფილმებს, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ თანხები და ფული და ასე შემდეგ. შენ ქონდა მახსოვს ძალიან კარგი ჩანაფიქრი ეგზუპერისთან დაკავშირებით. ქონდა და მაქვს კიდევაც და შენ ხო გინდოდა გადაგიღო ამაში თუ არ ვცდები ეს სახეობი რუსი, რომელიც გარდაიცვალა გასა. იანკოვსკი. კი. იანკოვსკი ძალიან მაგარი სახეობია. ძალიან მინდოდა. ხო და მე იცი რა ზალაშია მოკეთ ეს პროექტი მაინც ხო ასე? ნუ ზალაში კი არის თუ როდესმე მექნება ამის საშუალება, რატომაც არა. ხო და სხვა შორის მაშინ ფიქრობდი ან იანკოვსკი ან ზურაყიფშიძე, აი ეს ორი, მაგრამ მაინც რატომაც მე ვიფიქრე რომ აი იანკოვსკი უფრო კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში. ტიპაჟურად რაღაცით წააგავა. ხო, ვარან ერთმანეთს კი, მაგრამ ხო, ნუ ეს სხვა საკითხია. საქმე იმაშია რომ ფული მე რამოდენიმე წლის წინ კინოცენტრში მაშინ იყო გამოცხადებული კონკურსი ჩააბარე სცენარი ყველაფერი და რატომღაც სენტ-ეგზუპერი აღმოჩნდა მე-15 ადგილზე წარმოიდგინე. მაშინ არ იყო ნაპოვნი მის თვითმფრინავი და იმიტომ ეთყობა და ესე იგი რომ ჩათვალეს რომ არ არის საჭირო ამის გადაღება. მერტო ხელი მომურდა. ხო, ეს ესეა. მოკეთ სამ მე ხა გადავიდოდეთ სხვა თემაზე, კიდე ერთხელ მოусმენთ მუსიკას.